ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი დონალდ ტრამპის არჩევამდე და არჩევის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. ამ კონტექსტში ის საუბრობს საქართველოსეც. ყურადღებით ვაკვირდებით ტრამპის არჩევამდე და არჩევის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მინდა როგორც საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას ამ მოვლენების ჩემი პირველი ანალიზი შევთავაზო. პირველ რიგში აშკარაა, რომ გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State, ტრამპის ხელით უკრაინაში ომის პროვოცირების ბაიდენისთვის გადაბრალებას და სამწლიანი ომის დასასრულისკენ წაყვანას ცდილობს. ომის დასრულების სურვილს მარტივი მიზეზი აქვს. გლობალურმა ომის პარტიამ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, რომელიც ამ ომის პროვოცირებისას ჰქონდა დასახული. ეს მიზანი სულაც არ იყო მოწინააღმდეგის მარცხება, რაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის პირობებში სრულიად უტოპიური განზრახვა იქნებოდა. მარიონეტული ომის, როგორც მას თავად ტრამპი უწოდებს, მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანა და რუსეთის ჩინეთთან დაპირისპირება იყო, რასაც ერთპოლუსიანი სამყაროს კონცეფციის რეალიზებისთვის უნდა მოემზადებინა საფუძველი. ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ ომები, რომლებსაც მხოლოდ ბოლო ათწლეულების მანძილზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ასობით მილიონი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ინსტრუმენტია. თუმცა სინამდვილეში სისხლიანი ომების ინიციატორი არა შეერთებული შტატები, არამედ გლობალური ომის პარტია, რომელიც BlackRock-ს, Vanguard-ს, State Street და სხვა უმსხვილეს კორპორაციებს, მათ უკან კი 15-მდე ოლიგარქიულ ოჯახს მოიაზრებს, რომლებიც ქონებას ათწლეულების მანძილზე ქმნიდნენ და დღეს ტრილიონობით დოლარის აქტივებს მართავენ. ოლიგარქიული ოჯახების შემოსავლის ძირითადი წყარო ომების წარმოებაა, რომლებსაც ისინი ოსტატურად გეგმავენ და ახორციელებენ და ამიტომ გლობალური ომის პარტიად მათი მოხსენება სრულიად მართებულია. ამ თემას ოჯახების გვარების დაკონკრეტების ჩათვლით მოგვიანებით ცალკე წერილში განვავრცობ. ამ ოჯახებისთვის ამერიკაც, ისევე როგორც ევროპა, მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც თუ დაჭირდათ, ზუსტად ისევე ცივსისხლიანად გაწირავენ, როგორც დღემდე არაერთი ქვეყანა გაუწირავთ. მოგვიანებით ცალკე წერილს მიუძღვნი ილონ მასკსაც და იმის ანალიზს, თუ რატომ შემოიყვანეს ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი ასე აქტიურად სახელმწიფოს მართვაში. ილონ მასკის როლი ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებულია და მისი გააქტიურება გრძელვადიან სტრატეგიას ემსახურება. გლობალური ომის პარტია დაახლოებით ერთი წლის წინ დარწმუნდა, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლას ვერ ახერხებდა და დაგეგმა სცენარი, რომლის მომსწრენიც ახლა ვართ. Deep State-მა არა თუ რუსეთი ვერ ჩამოშალა და ჩინეთს ვერ დაუპირისპირა, არამედ უკუშედეგიც კი მიიღო BRICS-ის სახით. მეორე პოლუსის გაძლიერების რისკის წინაშე დადგა, რაც მის სტრატეგიას თავდაყირად აყენებს. გაძლიერდა კავშირი რუსეთსა და ჩინეთს შორის, გამყარდა რუსეთისა და ირანის სტრატეგიული პარტნიორობაც, რაც გლობალური ომის პარტიისთვის არანაკლებ შემაშფოთებელია. მიმდინარე მოვლენების ფონზე სერიოზულად დასუსტა დოლარის პოზიციები, მრავალმა სახელმწიფომ დოლარიდან გასვლა და ბონდების გაყიდვა დაიწყო. მთლიანობაში რუსეთთან ურთიერთობების გადალაგების გადაწყვეტილება, რაც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასაც გულისხმობს, Deep State-ს სამმა ძირითადმა ამოცანამ მიაღებინა. ეს ამოცანებია: პირველი რუსეთ-ჩინეთისა და რუსეთ-ირანის კავშირების შესუსტება, მეორე დოლარის გადარჩენა, მესამე Deep State-ის რებრენდინგი და შეერთებული შტატების როგორც ეს სახელმწიფოს იმიჯის აღდგენა. ბაიდენის 4 წლების დროს Deep State პრაქტიკულად საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობდა. ყველა მიცოდა, რომ ამერიკას არა ბაიდენი, არამედ არაფორმალური ძალა მართავდა. ჩავარდნილი სცენარისა და ახალი რეალობის პირობებში კი გლობალური ომის პარტია დადგა აუცილებლობის წინაშე. შეერთებული შტატები კვლავ ეს სახელმწიფო წარმოაჩინოს, რომელსაც არა მის მიერ მართული მძინარე ჯო, არამედ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მართავს. პირველადი სცენარის ჩავარდნის პირობებში გლობალური ომის პარტია შეეცდება შედეგი ტრადიციული მეთოდით, ამერიკის ხელით მიიღოს და ერთპოლუსიანი სამყაროს ეს სახელმწიფოს ეგიდით ჩამოაყალიბოს. ამისთვის კი საუკეთესო საშუალება იმ ყალბი აღქმის შექმნა, რომ ტრამპი Deep State-ს ამარცხებს. სინამდვილეში ტრამპი ზუსტად ისევეა იძულებული დაექვემდებაროს გლობალურ ომის პარტიას და Deep State-ს, როგორც ბაიდენი. მის თავის დროზე დაუკვეთა კენეთის მკვლელობა, მისმა შვილიშვილებმა დაუკვეთეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის მკვლელობა. მართალია მიზანს სრულად ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ უკანასკნელს მკაფიოდ მიანიშნეს, თუ ვინ არის სახლში უფროსი. შესაბამისად, ტრამპის სიტყვები ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას ისეთივე ფუჭია, როგორც იმის მტკიცება, რომ Deep State-ი თურმე ბაიდენი, ბლინკენი და სალივანი ყოფილან. რეალურად ეს ადამიანები არა მართველები, არამედ მართულები და Deep State-ის დაკვეთების უბრალო შემსრულებლები იყვნენ. იგივე უნდა ითქვას USAID-ზე და NED-ზე, ამერიკის ხმაზე, რადიო თავისუფლებაზე და სხვა ინსტიტუტებზე, რომლებიც Deep State-ს კი არ განეკუთვნებოდნენ, არამედ მისი ინსტრუმენტების ფუნქციას ასრულებდნენ. ომის ბაიდენისთვის, ხოლო რევოლუციების USAID-ისა და NED-ისთვის გადაბრალება მხოლოდ Deep State-ის, ანუ რეალური მმართველის მიჩქმალვას და მის რებრენდინგს ემსახურება. შეერთებული შტატები დღესაც გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტია.
შესაბამისად, მისი ჩამოშლა გლობალური ომის პარტიის ჩამოშლასაც ნიშნავს. იმ ფონზე, როდესაც ამერიკულ ეკონომიკას და დოლარს სერიოზული პრობლემები ემუქრება, Deep State-ს ამერიკის იმიჯის გაძლიერება სასიცოცხლოდ სჭირდება. თუმცა ბუნებრივია რებრენდინგის პირობებშიც მთელი მგლობას არ მოიშლის და Deep State-ი თავისი მილიტარისტული და რევოლუციური გეგმების განხორციელებას არ შეაჩერებს. მაგალითად, უკვე გამოიკვეთა USAID-ის ალტერნატივა, რომელიც მომავალში ევროპულ ფონდებთან ერთად სხვა ქვეყანაში რევოლუციების წახალისებით იქნება დაკავებული. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა სადა ამ ყველაფერში საქართველოს ადგილი. ვხედავთ, რომ დღეს გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ მთავარი იარაღად ევროპას იყენებს, რომელიც ამავდროულად მისი მთავარი მსხვერპლიცაა. სიცრუის ოსტატები ტრამპის ადმინისტრაციის ხელით ევროპას აბრალებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც Deep State-მა ჩვენს კონტინენტზე ჩაიდინა. უკრაინას, რომელიც აომეს, ძალიან მალე ცივსისხლიანად მიატოვებენ და მის ენერგოსისტემას, სასოფლო-სამეურნეო მიწას და სხვა რესურსებსაც დაეპატრონებიან. შეერთებული შტატების იმიჯის გასამყარებლად გამოაცხადებენ, რომ მან უკრაინაში ჩადებული საეჭვო 350 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ უკან 500 მილიარდის ღირებულების მინერალები მიიღო, რომლის ღირებულება სინამდვილეში ამ თანხის მიათედიც არაა. ამით აჩვენებენ, რომ ამერიკა ნამდვილი ზესახელმწიფოა და კი არ წააგო, არამედ უკრაინაში ჩადებული ფული პროცენტებით უკან დაიბრუნა. ამასობაში უკრაინაში ომის აგებას ევროპას გადააბრალებენ და Deep State-ის ევროპელი მარიონეტები, მაკრონი, ფონ დერ ლაიანი, სტარმერი და სხვები ამ მარცხს დიდი რუდუნებით აიღებენ თავის თავზე. გარდა ამისა, ევროპის მილიტარიზაციის გეგმასაც მოაწერენ ხელს, რითაც მრავალ მილიარდს Deep State-ის კუთვნილ სამხედრო ინდუსტრიაში გადაკაჩავენ და ევროპის ეკონომიკას საბოლოოდ მიიყვანენ კოლაფსამდე. ვიქტორ ორბანის მარჯვენა ხელი კვლავაც სანქცირებულია და ტრამპის ადმინისტრაცია მისი სანქციის გაუქმებას არ ჩქარობს. ბიძინა ივანიშვილს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთთან პარტნიორობის საბაბით. დღეს კი ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობით თავად იწონებს თავს, თუმცა პარტნიორთან პარტნიორობაში დადანაშაულებულ ივანიშვილს სანქციებს არ უხსნის. მაგნიცკის სიაშია შეყვანილი საქართველოს ვიცე-პრემიერი და ტრამპის ადმინისტრაცია არც ამ აბსურდის გადახედვისთვის იცლის. ევროპას ადანაშაულებენ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გაუქმებაში, თუმცა დაჩაგრულ კანდიდატს მაინც არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და დაჭერასაც კი უპირებენ. საინტერესოა, რატომ არ დაასანქცირა ტრამპის ადმინისტრაციამ არავინ რუმინეთიდან, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად აბსურდულად მიიჩნია. ერთმანეთის იდენტური სცენარებით გრძელდება აქციები სერბეთში, სლოვაკეთში, თურქეთში, საქართველოშიც ქუჩაში დაგვიტოვეს რამდენიმე ასეული Deep State-ის აგენტი. ეს ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა და ტრამპის ადმინისტრაციის ხელით Deep State-ი ყველა იმ მტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული. აშკარაა, რომ Deep State-ი არც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დათმობას აპირებს და მასთან ბრძოლაც მხოლოდ მოჩვენებითია. ახალი ადმინისტრაცია აქცენტს მხოლოდ გენდერის თემაზე და ტრანსგენდერებზე აკეთებს, რაც პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია. ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ აღიარეს ბანალური ჭეშმარიტება, რომ კაცი კაცია და ქალი ქალი, თუმცა ისინი არც ერთხელ არ დაპირისპირებიან ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და სხვა მოვლენებს, რომლებიც სამყაროს ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ მოახვია თავს. გენდერისა და ტრანსგენდერების თემასაც Deep State-ი ევროპაში ინახავს და კიდევ უფრო აქტიურად აღვივებს. პრობლემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 3 წლის წინ ალაპარაკდა, რაც მათთვის ობიექტურად საინტერესო უნდა ყოფილიყო. თუმცა ვხედავთ, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დუმილს ინარჩუნებს. ამ დუმილს ერთადერთი ახსნა აქვს. Deep State-მა არ იცის რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით. ქართულმა ოცნებამ იდეალურად წარმართა გასული 4 წელიწადი. პრაქტიკულად გაანადგურა ოპოზიცია, ანუ Deep State-ის აგენტურა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააგებინა სიმართლე, რომ Deep State-ისგან მართული დასავლური სტრუქტურები არა საქართველოს დახმარებით, არამედ ქვეყნის არევისა და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობით არიან დაკავებული. ახალმა ადმინისტრაციამ ქართულ ოცნებას ხელი რომ გაუწოდოს, აგენტურა საბოლოოდ უნდა გაანადგუროს, რასაც ბუნებრივია Deep State-ი არ დაუშვებს. ამავდროულად ქართული ოცნება ახლა იმდენად არის მოძლიერებული, რომ მასზე თავდასხმაც დღეს სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა. სწორედ ამიტომ რჩება ახალი ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში. თუმცა ქართული ოცნება არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ Deep State-ის რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით 1 წელიწადი დასჭირდება. ამასთან მარტივი ახსნა აქვს, როგორც კი Deep State-ის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით Deep State-ის ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს. ერთადერთი, ვისაც ამ რთულ რეალობაში ქართული ოცნება დღემდე ეყრდნობოდა და მომავალშიც უნდა დაეყრდნოს ქართველი ხალხია, რომელსაც გასული 35 წლის მანძილზე უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე დაუგროვდა. ამიტომ შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების სრულად ინფორმირებას ალტერნატივა არ აქვს.